მართლმადიდებლური დუხი, რო თქვი მე სული, აი სული ყველაფერში ჩანს. რაც მართლმადიდებელი მორწმუნეს ემართება. მივა დასჯიან დაიჯის თავს, კიდე მე რომ მოიხდის ამ სასჯელს, გამოვა იგივეს ჩაიდას. კრიმინალიც იგივეს არაკეთებს სოციალურ სეკულარულ გარემოში. კრიმინალი ციხიდან გამოდის, ისე ციხეში მიდის. არაფერი ერთი და იგივე და ბოლოს შეიძლება დამთავრდეს ეს საბედის წეროთ. იდოლის მსხრევა წარმოადგენს. აი თქვათ იდოლა ვიღაცას სალოცავ კერპი, აი ჯვარი ავდექი რაღაც სიტყვაზე და კერპი, რომელიც კერპია და გადავა. ის გაგიჟებულია რა. აი თილისმა დაკარგა პიროვნებამ, რაღაც ჩამოკიდებული. ის მართლაც განიცდის სტრესია და გარდაიცვლება. გამსახურებს მთვარის მოტაცებაში თამარი რო კარგავს ჯვარს. ეს აღქმული იქნა როგორც მისტიური რაღაცა, რომ всё დამთავრდა. დაითარსა. ხო, აი კატარო გადაურბენდა ადამიანს და დამთავრდა. კატასთან ხდებოდა მისი ანიმილირება, ესე იგი განსულიერება და მიწერა იმ თვისებებისა, რომ შენ ან კარგს მოგიტანს, ან სულ თუ გადაგირბინა დამთავრდა, თუ გადაჭერი ეგ შენ შავათა გაქვს საქმე. და ობიექტივაციას სულ ყველგან აქვს ადგილი. ასევე არის გინება. გინება, როდესაც შენ სიტყვებში ხდება განსულიერება, მაგალითად დედის გინება. რატო ხდება ადამიანს დედის გინება გულზე? იმიტომ რომ სიტყვების გაცოცხლება ობიექტივაციას აქვს ადგილი და იმ სიტყვებში ხდება ფანტაზია წარმოსახვევით რეალიზმის რაღაც ისეთ დონეზე წარმოჩენა, რომ პირდაპირ რეალიზირება არის მაგის შენს ფსიქიკაში და შეურაცხყოფილი ხარ. თითქოს ესწრები ამ აქტს. შეურაცხყოფა მიაყენეს შენ ცოლს, შენ შვილს. აი ქრისტიანული მსოფლმხედველობით და ქრისტიანობის ის რაც შევიდა ლექსიკონში, ვინც ამას ეზიარა, რატომ არის რომ ინგლისელი კაცისთვის რო შეეგინებ არაფერს არ წარმოადგენს ეს. უნდა დავსვათ კითხვა, ესენი რატო არ ბრაზობენ? მარტო იმისეთ, ისინი ობიექტივადაც არ ახდენენ. რით არის გამოწვეული ეს? მათ გაიარეს სწავლის სისტემის სხვა ფორმულირება იყო მათ სკოლებში იმაში ეს. იმიტომ რომ ყველაფერი ხო ისწავლება და ფსიქიკა ყალიბდება გარემოში. შეხედულებები, სახეები და ის უდიდესი უმრავლესობა ამაზე არ ბრაზობს. და უფლებაც არ აქვს ცემო. იმისთვის ეს შეურაცხყოფა არ არის. რატო ხდება რეალიზაცია ამის რა? რეალურია ეს? თქვა სიტყვას რა მნიშვნელობა აქვს? რა ვინ თქვა რომ ღმერთს ხوارი ძახის? ცოდვად დაცემული ადამიანს მართლაც სიტყვები არაფერს არ წარმოადგენს. და სანამ არ მოხდება დიფერენცირება და სრულად არ წარმოჩნდება ადამიანი როგორც სულიერი არსება, მანამდე ეს მექანიზმი მუდამ მუშაობს და მას ქვია ობიექტივაცია. ობიექტივირებული ხარ სამშობლოში, ობიექტივირებული ხარ გვარში. ამიტომ გვარის გამოცვლა ძალიან ცუდად აღიბეჭდება. ის განიცდის ძალიან ცუდად არის რა ტიპი. და წარმოიდგინეთ ახლა პიროვნებები თავიანთ ეროვნულ გვარს რო იცვლიან სომხები, ოსები, გამოწვეული გარემოთი რომელშიც იმყოფებიან. რა ისინი ფილოსოფოსები არიან? და ჩაიდებენ ამას და ყოველთვის ჩვენზე როგორ იქ დაბოღმილები იქნებიან. ეს საკითხები ძალიან ისეთ მიფუჩეჩებული არის საქართველოში, იმიტომ რომ ქართულ სივრცეში არასოდეს ფილოსოფიური სკოლები ერთმანეთს არ იჯბრებოდა. ჩვენ არ ყოლია ფილო, ევროპული მებში კი მუდმივად ფილოსოფია რა არის? სიბრძნის ძიება. სიბრძნე კი საჭიროა. ბრძენი კაცთან ურთიერთობა კარგია, ვიდრე სულელთან. ბრძენის სახში შედით ნახეთ ყველაფერი როგორია და სულელ და ყეყეში სახში შედით ნახეთ რა ხდება. ამიტომ სიბრძნე კარგია და მაძიებელი სიბრძნე იმიტომ უნდა რომ მოაწესრიგოს თავისი ჯერ ცნობიერება, მერე ყოფიერება და ასე შემდეგ. ბევრი მას გახსნის შინაგან სკივრს, ლექსიკონისას და დააყრის. იგი შეურაცხყოფილი ცით რატო არის? ობიექტივირებულია სიტყვებში. და ამიტომ ქრისტიანები არასოდეს სხვა გარემოში არ აქტიურობენ. ქრისტიანები ყოველთვის აქტიურობენ ქრისტიანულ გარემოში, ძმებში, დევში. ისინი სიყვარული არის მათი გამსაზღვრელი და გაუგებრობა როცა ექნება ლექსიკონს, სიყვარული გადაფარა სამ გაუგებრობას და ნაწყენი არა ვარ. სიყვარული შეიძლება სწავლა და რომ მიყვარს პიროვნება და ისეთ სიტყვებს იძახის, რომელიც ჩემთვის მიუღებელია, ჩემთვის. ნახეთ, მე თანდათან სიყვარულის შედეგად მე ვსწავლობ ის, რას მეუნება. რომ არა ჩემი სიყვარულის მიმართ ყველა მისი სიტყვა იქნებოდა ჩემთვის სალანძღავი და არაფერს არ ავიღებდი იმისგან, თუნდაც ჭეშმარიტებებს აფრქვევდეს. ამიტომ არის ქრისტეს სიყვარული რო არ დაუპირისპირა ფარისევლებმა, ყველა გალანძღული აღმოჩნდა მისი სიტყვებით. არა და არსად იესო არავის არ ლანძღავს. ვერ დავიჭირე იესო რომ ვინმე ან შეურაცხყოფა მიაყენა, ან გალანძღა, ან შეაგინა. არსად არ არის. თვითონ იყვნენ ისინი იესოს მიერ შეურაცხყოფილნი და ეგ უკვე მათი პრობლემა იყო. იმიტომ რომ ისინი ობიექტივირებული იყვნენ იმ რელიგიურ ცერემონიალებში, რომელიც ცერემონიალებიც მან გააკრიტიკა. ის პიროვნებები კი არ გააკრიტიკა. იმიტომ რომ წინააღმდეგობა გამოდის, მაშინ იესოს სიყვარულს გვექადაგება და რანაირად თუ ლანძღავ კაცს, რანაირად შეიძლება ერთდროულად თუ ლანძღავდე და მიყვარდეს. საქმე იმაშია რომ ამ ხალხმა გაასულიერეს შაბათი დღეც. მან შაბათი დაგმო და არა ადამიანი. აი ისინი შეურაცხყოფილი იყვნენ. რატომ? მათ ვერ გამიჯნეს შაბათი დღისაგან თავიანთი პიროვნება. იესოს გამიჯნული ქონდა. იესო იყო დუხი, სული.
და ქრისტიანობა არის დუხი, თაყვანისცემაც არის სული. ჭეშმარიტი მეოთხე თავი იოანეს ეგ არის, გახსოვთ? აი ეს საკითხები კაცობრიობამ დაგვიდო ფილოსოფიაში, ფსიქოლოგიაში და რა თმინდა ეგ მე ქრისტიანული მითაც შევარიგებ ამას, რომ რაღაცა მიხვდეს ადამიანი და გაიგოს. ეხლა როგორ უნდა ეშველოს კაცს და როგორ გამოვიდეს ობიექტივაციიდან? აქ ერთჯერადი პასუხი არ არსებობს. გაანალიზება და განხილვა ამისი გარჩევა გულისხმობს იმ თავითვე შენი პიროვნების, ინტელექტის მაღალ საფეხურზე ასვლას. ამიტომ კარგი არის თვითკრიტიკა და თვითანალიზი. ქრისტიანი არასოდეს არ ბრაზობს ამაზე, რომ მეორე პიროვნებამ წარმოაჩინა ის, რომ ის არის გონება შეზღუდული. ეს უხარია მას, იმიტომ რომ დადასტურდა, რომ იგი ცოდვილია და უფრო უყვარს იესო ქრისტე. სიყვარული ძლიერდება და მადლი უფრო და უფრო მატულობს იმის აღმოჩენაში, რომ მე შევიმეცნე ჩემი თავი როგორც დაბალი დონე, ნელ-ნელა დაბლა დავდივარ, ფსკერზე დავეშვი. ფსკერზე დაცემის შედეგად უფრო და უფრო მადლი უხდება, გახსოვთ პავლე იძახის ამას. და ამიტომ აქებდა იგი იესოს. აისო რა მადლი და ხელახლა იწყება ჩემი ფსკერიდან ზემოთ სულა. და არა ისე დავჩემ ასეთი ვიგინდარა რათა მადლი გაუხდეს. ასე ცუდათაც გაიგეს პიროვნება და ამაზედაც მოუხდა პავლეს პასუხის გაცემა. უნდა იკვლიოს კაცმა თავისი თავი და არასოდეს სხვა. თუმცა თავის თავს გამოიკვლევს კაცი კარგად და შეისწავლის, ეს უფრო წაადგება ვიდრე თავის თავი დატოვოს და სხვა იკვლიოს. სხვაში რო აღმოაჩინოს, თუნდაც დაუშვათ ერთი ესეთი დაშვება, რომ სხვა აღმოაჩინა რომ ვიგინდარა და რა თქმა უნდა ყველა ვიგინდარა. თუ მithumetes აღმოაჩინო რომ სხვა ვიგინდარა, შენი აღქმები ამ ვიგინდარას მე როგორ იქნება, განა შენც ვიგინდარა არა ხარ და მუდმივი ჭუბი იქნება შენსა და ადამიანს შორის. ამიტომ ეს რომ მოიხსნას, ადამიანები ყოველთვის ანშორდებიან ერთმანეთს, ან საზოგადოებაში დაარსებული ზოგად მორალითა და ლექსიკონით სარგებლობენ, რომელსაც ეწოდება დეკორიუმი. და აი მაგალითად სამსახურში ყველა ამით როცა ყველა თავაზიანია და არ არღვევს ამას არავინ. ვინც სამსახურში ფამილიარობაში გადადის, კონფლიქტიც იწყება, თუმცა სამსახურის დროს იქ დეკორიუმი აუცილებელია. იქ შენი ინტელექტუალური რწმენის წარმოჩენა, ცოდნისა ერთჩვენერ დღეს წინ დაგხვდება. ეს ქრისტემაც გითხრა ეგ. უნდა ვიცოდეთ, ვისთან ვლაპარაკოთ რა. ამიტომ ნახეთ საზოგადოებას სხვანაირი თავის კანონი. მოკლედ საზოგადოება იმართება სხვა კანონებით. ყველა ხილულ ყოფიერების ფორმას ამოძრავებს თავისი კანონები. ეს კანონები სულ ყველა დაუდო საფუძველი ღმერთმა. ამიტომ პირველი ღმერთის შემეცნებაა საჭირო, რომ იმან გაგვაგებინოს, რომელი კანონით გავხსნათ ესა თუ ის ყოფიერების ფორმა. და მორალიც ყოფიერების ერთ-ერთი ფორმა არის. ყველა სავალდებულო მორალი არ აქვს. ვერავის ვერ მოახვევ თავს ქრისტიანულ მორალს, ეგ არის სისულელი. მუსულმანს ქრისტიანული მორალით ვერ დამელაპარაკები მე, როცა სამსახურში ვარ. ვერც ის დამელაპარაკება მე მუსულმანური მორალით. ამიტომ სამსახურში ორივე სარგებლობთ ჩვენ, სამსახურის მიერ და სამსახურსაც თავისი ეთიკა აქვს, ორივე სარგებლობთ რამ მორალი ეთიკით, ჩვენ ერთმანეთს არ ვეჩხუბებით. და ხშირად სამსახურში ჩხუბი რით აიცით გამოწვეული? აი ამის დარღვევით და მაღალ შეგნებულმა რო ესეც ის ატრიალებს ყველაფერს და არასოდეს ფამილიარულში არავინ არ უნდა გადავიდეს. სახშიც კი თუ ადამიანი არ არის განთავისუფლ ობიექტივაციისაგან, ფამილიარობა სახშიც დამოუკველია, კონფლიქტს იწვევს მეუღლეებში. რთულია ხო ადამიანური არსება თავის იმით. ქრისტემ სწორედ ამაზე გაუსვა, ამას გაუსვა ხაზი და ცოდვის ფუნდამენტალური გაგება ამას გულისხმობს. რა არის ცოდვა? ყოფიერების ერთ ფორმას მოიცავს თუ ყოფიერების უამრავ ფორმას. ბიბლიის განმარტებით ცოდვა არის მთლიანად ყველა ყოფიერების, ადამიანური არსების ყველა ფორმას მოიცავს. თომა აკვინილმა ერთი ფორმა დატოვა, ცოდვა შეუხებელი. ერთი იყო ინტელექტუალური ყოფიერების ის ფორმა, რომელსაც ქვიოდა გონება, ინტელექტი. ამას ცოდვა არ შეეხო. ეს იყო დიდი შეცდომა. არაბიბლიური ეს. უდე შეცდომა იყო და ამ კვალს გაყვნენ მერე და ჩამოვედით ათეიზმამდე. გონების გაკერპება და გაღმერთება, როგორ ხარ ცოდვა თუ გონებას არ შეეხო. ნაწილები გამოგიქნა გამოსყიდული. ხო, ბიბლია გვეუბნება, რომ ცოდვის დაცემა ეს ისეთი პროცესი არის, რომ ყველა გამოვლენა, ასე ადამიანური არსებების კიდევ მეორე ყოფიერების ყველა ფორმას და ყოფიერებას აქვს ფორმები. აი, როგორც მორალური, ეკო ყველანაირი. ძალიან ადვილი გასაგებია ეს, აი, სიყვარული ეს ყოფიერების და ცნობიერების გამოვლენის ერთ-ერთი ფორმა არის. როგორ ცოდვა ამას არ შეეხო? აქედან არის კონფლიქტები. აი, რატო გვინდა ჩვენ ქრისტეს გაბატონება? მე იწყება უკვე ქრისტეს ყოფიერებით, სულიწმინდის მეშვეობით, ჩვენი არსების ყოფიერების ყველა ფორმაში ქრისტიანული ხედვის გამომშევება. და პრობლემაც აღარ არის. ამას ქვია გამოსყიდვა და ადამიანი ამას ვერ გამოისყიდდა. ქრისტემ გააკეთა, ეს არის სასწაული და არ ექვემდებარება მეცნიერულ რაციონალურ ახსნა-განმარტებას. აი ეს არის წმენის სფერო. აი ეს არის ღალატობს ყველას. და როცა თქვენ ვიძახით, რომ ქრისტიანი ვართ, ყოფიერების ფორმა, ერთ-ერთი ფორმა თუ ცოდვაში რჩება, თქვენ ქრისტიანი აღარ ხართ. მაგალითად, უამრავი ფორმებიდან ხართ საუკეთესო 10-15-20 ფორმაში, ერთ ფორმაში მაინც ხართ აუტანელი.
ყველა ფორმაში უნდა შემოწმდეს. და ამის მაგალითად ადამიანმა რომელიც დააფიქსიროს, მეორე საბრალებს, აი მას ვერ ვიტან, აღიზიანებს იმისი მოქმედება, აღიზიანებს იმისი ლაპარაკი, მოკლედ ქცევაც კი აღიზიანებს. მიმღებებია შენი. შენშია პრობლემა. იმაში თქვათ არის, ხო? მაგრამ ვინ იღებს? იესო მიიღებდა ამას? საინტერესოა იესო ესეთ პიროვნებასთან, რომელი პიროვნებაც N პიროვნებას ლანძღავს, იმიტომ რომ ნერვები უშლის მისი ყველაფერი ეშლება. და არიან ეგეთი ადამიანი, ნერვებს მიშლის თუნდაც მისი სიყვარული, მისი მოფერება. მოკლედ აუტანელია რა ჩემთვის და ისე მაღიზიანებს რომ დახჩობა მინდა ამისი. აი ქრისტე რო დადგეს მის წინაშე თუ აიშლებოდა ნერვები. ესე ქრისტეს მიმღებები სხვა არის. ჩემი კი სხვა. ჩემი არის ცოდვადაცემული პიროვნების მიმღებები მისი წმინდასი. ის ამას არ იღებს. აქედან არ ბრაზობს. ეცოდება ის რომ ესეთი არის. ის კი ხედავს რომ ის ესეთია მართლა. ამიტომ ის სიყვარულით ცდილობს ის რაღაცნაირად შეიტანოს ეს შუქი, რაღაცნაირად იმ პიროვნებამ ქრისტე მიიღოს, რათა ის გადარჩეს. ამიტომ ქრისტე ყველასთვის სავალდებულო აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, რომელსაც კი არაფერი არ აკლდება და არ ემატება ჩვენით. ის უნაკლო არის. აი ჩვენ კი გვაკლდება უიმისობა. ჩვენ იმის გარეშე ისევ რჩებით ცოდვაში და ერთმანეთს ვეჩხუბებით. ვინ მოგვარიგოს? აქ არის კანონი, პოლიცია, საზოგადოება, რაღაც წესები და მაინც უკმაყოფილებაში მუდამ. ამიტომ არის, როცა ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში მაქსიმალური იზიდება ქრისტეში დაქორწინება, ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, მაგრამ ძალიან ბევრისთვის მიუწვდომელი. თუ ქრისტეში კაცი და ქალი, მეგობრები, საზოგადოება ქრისტეში გადა აბსოლუტური ჰარმონია და სიწყნარია. შემოდის იერარქია და იერარქიას არ შემოაქვს კონფლიქტი და შური. წინააღმდეგ შემთხვევაში ცოდვადაცემული ადამიანის ერთობლიობაში იერარქია რო შემოდის და აუცილებელია, გამუდმებული ბუზღუნი არის. იმიტომ რომ ის ვინც შენზე წინ არის, არ ცნობ წინამძღოლად და იძახი მე უფრო ჭკვიანი ვარ. ის რატო აირჩიეს? და აი გადახედეთ ახლა ესეთი ქვეყნები აზიური და თუნდაც საქართველო. აი რატო იძახი მართლმადიდებლობის მავნებლობაზე? და არანაირი კავშირი არ აქვს მაგას ევროპულ გაგებასთან. თორე ევროპა დღეს არაფერი სანაკებო არ არის, მაგრამ ის სისტემა ჯერ არ დაანგრეულა, რომელიც ქრისტიანულ იმაზე დააშენდა. ბევრი ხარვეზია იმის გამო რომ თაობა წავიდა, ვინც ააშენა. ვინც ააშენა ის თაობა წავიდა ეს სისტემა. და ჯერ არ დაანგრეულა, ნახე დოლარი ვინც მოჭრა პირველი ისე არის ამერიკაში. მას მერე 200-ზე მეტი წელი გავიდა. არავის თავში არ მოსვლია დოლარი შეეცვალა. ფორმაც კი არ გამოუცვლია. დოლარია. და აბა გადახედეთ ჩვენი განვითარების გზაზე რამდენჯერ შეიცვალა საქართველოს ფულები, მერე რუსეთის იმპერიაში, მერე საერთოდ ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში, მე რამდენჯერ თუ 20 წლის განმავლობაში და იქით კიდე კომუნისტების პერიოდში, შემდეგ გამსახურდიას პერიოდი, შევარდნაძის პერიოდი და მერე აგებიშიკოს პერიოდი. ბოლოს როგორც კი ლარად ჩამოვყალიბდით. რომელიც რა ვიცი, ესეც აუცილებლად ერთ-ერთ დღეს შეიცვლება. აუცილებლად შეიცვლება. ყველა მიცის ეს. ლარებით ფულს არავინ არ აგროვებს. სისულელი ეგ. მაგრამ დოლარს დააკვდით 250 წლის ისტორია აქვს. ამით ხაით რომელი ქვეყანა იტყვის მაგას და მეორე ამას გვერდზე დაუდგება ფუნტი, სტერლინგი ფუნტი. დღიდან დაარსებისა ბრიტანეთში ეს არის. დარჩეცვლა და ხე ევრო ის სტრუქტურებში ამან ევრო არ მიიღო. მარკა შეიცვალა. შემოვიდა საყოველთაო ზოგადი ევროპული მონეტა ევრო, რომელსაც დიდი ხნის ისტორია არ ექნება და არ უწერია დიდი ხნის არსებობა. ესეც შეიცვლება. არ გაამართლებს და იმიტომ. ამიტომ არის პარალელზე დოლარი და სტერლინგი. აი ეს საკითხები საინტერესო არის, ხო, ჩვენ ყოველდღიურობაში რო ჩამოვიდეთ. ცალკე ახლა წიგნის კითხვას არაფერი არ მაქვს, თუ მე როგორც პიროვნება არ მოხდა ჩემი დახვეწა. თორემ მე ახლა წიგნი არის ქრისტიანობა, ჩვენთან მოსულა და ბევრს ესმის და წიგნებს კითხულობენ და მოგიყვებიან, მაგრამ აი მოკლედ რაციონალურად ქრისტიანები არიან, არსობრივად ისევ ცოდვაში რჩებიან. მთელი სიამოვნება არის მე რომ უკვე გავსუფთავდი, თუ ვიწამე რომ ქრისტემ გამასუფთავა და რწმენის შედეგად უკვე სულიწმინდა მუშაობს და მე ყოველდღიური გაჯანსაღების გზას ვადგევარ, რომელმაც აღიარა ცოდვის გამოსყიდვა და სულიწმინდა დართონება გაბატონებულიყო ეს მესამე მის სხეულში, რათა გაიზარდოს. ვაი იმას, ვინც შეურაცხყოფას აყენებს ამ პიროვნებას, ვაი იმას ცხოვრება კარგად არ წაუვა. თუ პირდაპირ ბიბლიაში წერია, ყველაფერი ეპატიება ადამიანს, მაგრამ სულიწმინდის გმობა არა. სულიწმინდის გმობა მაშინ ხდება, როცა ქრისტიანი ადამიანი სულიწმინდით დადის და შენ იმას ლანძღავ დააგინებ. აი რატომ გვაფრთხილებენ სახარებაში, რომ კაცი არ გალანძღო, სიტყვაობა არ დაგცდეს. ეს სულიწმინდა უკვე მასში. და რაოდენ სახიფათო არის. თუ დარწმუნებული ხარ, რომ იგი ცოდვადაცემული ადამიანია, შეგეძლია ის დაუქვემდება, რომ ლანძღვარინებას თუ გინდა. მაგრამ ამით რას მოიგებ შენ? ქრისტეზე გაბრაზდა ჯვარზე გააკრეს. მაგრამ მან საქმე გააკეთა. ამიტომ კარგად გავარკვიოთ ჩვენ, როცა გაერთიანებაში როცა არის ადამიანი და
საზოგადოება გაერთიანების გარეშე არ არსებობს, არის პატარა მასშტაბის გაერთიანება, დიდი მასშტაბის გაერთიანება, პატარა მასშტაბის გაერთიანება ცოლი და ქმარი, მე მატულობს ეს გაერთიანება შვილები, მე საზოგადოება სამსახური, მოკლედ გინდა არ გინდა გაერთიანებაში ყველას უწევს ურთიერთობა. სწორი ურთიერთობისათვის გაერთიანებაში როცა შედიხარ თქვენ, ჩვენ კანონებს გვასწავლეს ღმერთი და ვინც ამ კანონებს ახდენს აბსოლუტიზაციას რომელიღაც ერთი კანონის, ის ყოველთვის წაგებული იქნება. აბსოლუტიზაცია უნდა მოხდეს იესო ქრისტეს შემოსვლა ჩვენში, როგორც მხსნელისა და შესაბამისად მესამე ჰიპოსტაზის აუცილებლად შემოსვლა ჩვენს სხეულში. ეკლესია, მაგას ქვია, ბერძნული სიტყვა ეკლესია, რომელიც ქართულში დამკვიდრდა, ეს არის დაძახებულები, გამოწოდებულები, გამორჩეულები. და ის არის მოწოდებული, ვინაც მომწოდებლის ხმა გაიგო. გახსოვთ ეს რა ისახის? ეს ჩემი ფარხიდან არ არისო, ვისაც ჩემი ხმა ესმის, ცხვარს ის მე მიიღებსო. ესე იგი, სიტყვა ეკლესიას სიტყვით ამას ნიშნავს. მოწოდებული იმ შემთხვევაში ხარ და გამორჩეული და გაარჩეული, თუ შენ იესო ქრისტეს ხმა გაეკიდე და მიხვედი მასთან. ამიტომ არის ეკლესია არის ადამიანების ერთობლიობა დაძახებულ ადგილზე. ესე იგი, ეკლესია ჩვენ ვართ, ბერძნული სიტყვა ქართულში სიტყვით ამას ნიშნავს. მოწოდებული წოდება, ესე იგი, დაძახე, აი, ვინ მოწოდებული ვარ, მაგრამ ვინ მომიწოდა? და ეხლა ქრისტიანები, ხო, ამიტომ არის რომ სამარიტელ ქალს იესო, როცა ელაპარაკება, იესო ეუბნება, თქვენ არ იცით ვისცემთ თაყვანსო. და უკვე მოწოდებული და დაძახებული ნებისმიერ ადგილზე გვეძახის. ნებისმიერ ადგილზე გვეძახის ღმერთი ბიბლიას რო გადაშლი. სადაც ხარ, თუ ეგ დაგაქ. ეგეც იქ არის. მოწოდებული და გამორჩეული და არა ის კალვინე და გამორჩევი და თეორია და რაღაც რო სუბი. არა მეგობრებო, ეგ სახარებაში ეგ არ წერია. მოწოდებული იმ შემთხვევაში ხარ, ხმა გაიგე, გესმის მისი ხმა. მოწოდებული ხარ. გაიგე იესოს დაძახება, გამორჩეული ხარ, არჩეული ხარ, გამორჩეული ხარ. ისააკმა გაიგო, იაკობმა გაიგო, ესავმა ეს ხმა ვერ გაიგო. როცა არ გინდა ვერ გაიგებ. ქრისტე კი ცემატყებით არავის არ შემოყრეს, თუმცა მაინც აყენებს ესეთ ადამიანს ისეთ მდგომარეობაში, რომ აძლევს შანსს მოვიდეს და დაავადებები, გაჭირვებები, ეკონომიკური ყველანაირი აზზე მოხვიდე. ჩვენ ხშირად ყოველთვის სხვას ვაპარალებთ. ასე რომ ეს ჯერ კიდე შორს არის ადამიანი. არ კმარა მარტო იცი, ცერემონიალური რელიგია, ეგ რაღაცა ერთი თავი იცი სიუჟეტიდან. კონკურსში კი არ მივდივართ, ვინმეს დასამარცხებლად. ბიბლიური ჭეშმარიტების შემეცნება, იმიტომ გვჭირდება ჩვენში სული გაცოცხლდეს და სული რო გაცოცხლდება, შეიძლება აღარც იცოდე ეს ტექსტი რა წერია ხა იესო ქრისტე ღმერთი იყო და რა ზეპირად კი არ იცოდა თელი ბიბლია. აი ზეპირად ეცოდინება, მაგრამ ეს საჭიროებას წარმოადგენდა რომ ზეპირად თელი 1000 გვერდიანი წიგნი მუხლი მოყდა ჩაირაკაკებინა. ლევიტელები მაგათ დაიწყო თავიდან მოყვებოდა ბოლომდე? არა, მას არსი იცოდა და ის ადგილი მოჰქონდა მის მეხსიერებაში, რაც იყო, რაც საჭირო იყო იმ ეტაპზე. ასე მოსდეს ქრისტიანსაც. ეგრე მეც მახსოვს თელი რიგი რა ადგილები, მაგრამ თავიდან ბოლომდე ზეპირად ეგ როგორ შეიძლება ვიცოდე. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. არსია მთავარი და შენ გამოიცვალე, თორე ამის დაზეპირება ყველა მიცის. აი მაგალითად არის ერთ-ერთ ნაწარმოებში გმირი, რომელიც ზეპირად იზახის მუხლებს და თავებს. აი ეფემია დათათუთაშხიადან. იმას რა მეტყობა და ძალიან ბევრმა მღვდელმა შეიძლება იცოდეს ზეპირად ჩაგიხუცუროს ეს მუხლები. რა აზრი აქვს მაგას? აზრი ის არის სული გაცოცხლდა და გაცოცხლებული სული იმიტომ არის კაი რომ ის მეტყველებს უკვე აი ამის გარეშე. იცის რა, ძირითადი მასალა მან იცის. ამოცანა ეგ არის ღმერთის სიტყვისა მე გავცოცხლდე და არა ის დავიზეპირო ბიბლიაში რაც წერია. ამას რობოტიც აკეთებს. მე ხომ რობოტი არა ვარ, მე ცოცხალი ადამიანი ვარ. ხშირად ესე გამარტივებულია ყველაფერი და საზეპიროებს აძლევენ და მართლმადიდებლობაც დააზეპირებინებს ადამიანს ხვის ლოცვებს და ლოცულებს და იტანჯებიან. ქრისტიანობა ბევრჯერ მithქვია განსხვავებული მსოფლმხედველობა იმიტომ არის ყველასგან, რომ ეს ახალი ადამიანის სულის გაცოცხლება გვახარა ამან. და ეს არის მისტიური პროცესი, არ ჩანს. თვალით გაუგებარია, მაგრამ გამოვლენება ნამდვილად არის. რომ არა, თქვათ, სული წმინდის შესვლა ძალიან ბევრ ადამიანში, ისინი ისეთები ვერ გახდებოდნენ, რომლებიც გახდნენ. ჩვენ ბევრი ვიცით, ბევრი ადამიანი მობრუნდა. წიგნის კითხვამ კი არ მოაბრუნა ეს ადამიანები. მაგალითად, ლუისი ბიბლიის წაკითხვამ კი არ მოაბრუნა. ბევრს კითხულობს, ლენინმა წაიკითხა, მაგრამ არ მობრუნებულა. ციტატებიც იცოდა იქიდან, მარქსმა იცოდა, ნაშრომიც დაწერა, ფოიერბახმა თელი წიგნები აგო, ჰეგელი კითხულობდა, კანტი კითხულობდა, ნიცშემ საერთოდ თელი რიგი ადგილები დაჩაგრავდა, ყველას ისე იცოდა ადგილები. მაგრამ ის არ გაცოცხლებული. აი ამ წიგნს ეგ აქვს, ეგ დანიშნულება. თუ არ გაცოცხლდი, ეს აფელი შედეგი არ აქვს ამას. ერთ ჩვენ დღეს მიატოვებ. ნერვებსაც აგიშლის. ამიტომ მე მჯერა რწმენა, იმიტომ არის საჭირო. რწმენა იმისა, რომ ქრისტემ
ცოდვა გამოისყიდა და იმის რწმენა რომ სული წმინდით ხდება განაყოფიერება ეს მისტიური პროცესია მისტიკა ესე იგი ნიშნავს იდუმალია და ეს აი მეცნიერულად ამას ვერ დაამტკიცებ გამოვლენებაში კი ჩანს და ეს უნდა იგრძნოს თვითონ ინდივიდმა და იგრძნობს საზოგადოებას რომ ეს კაცი სხვანაირია იყო სხვანაირი გახდა სხვანაირი შეეთყობა ლოგიკაში ყველაფერში ეთყობა ესეთ ადამიანს აი უფრო შორსწავლად გარეგნობაში წეწყობა მხოლოდ ძალიან ისეთი დაკვირვებული თვალით მისი სახე სხვანაირი გახდება ეს დუხი აბა ეგ არ არის მკვდარი ადამიანის კუბოში მკვდარი ადამიანი გინახიათ როგორია სახე ყველა მიხვდება სახით რომ უკვე ადამიანი მომაკვდავია და ცოცხალი ადამიანის სახე არის ცოცხალი ეტყვი ასევე ცოტა დაცემული ადამიანი როგორია რომ ცოცხალი ეს მკვდარია და რო გაცოცხლება სულიერი გაცოცხლების სახესაც ატარებს იგი ძალიან ესეთი ნიუანსირებულად და მართლა ჩანს ეგ აი როგორ ეთყობოდა მოსეს ხო როცა უკვე სულის აი ღმერთის ის აი გაკაშკაშდებოდა სინათლე იყო მის სახეზე ფერი ცვალების დროსაც იესო როგორ იცვალა ფერი და სინათლე იყო რაღაცნაირი ხო განათებული სახე რომ რიდე ქონდა მე ჩამაფარებული სხვას არ დაენახეს როგორი საინტერესო ადგილები არის და თუ ჩვენ ამას დავიყვანთ ჩვეულებრივ სკოლურ სახელმძღვანელოზე ციტატის მუხლი მუღლზე დააზეპირება თემების მომზადება და ჩვენ ისევ დარჩებით ცოდვაში ამას არაფერი არ მოაქვს ამიტომ მუდმივი მუშაობა აქეთკენ უნდა მიდიოდეს ცოცხლდებით თვალწოდებ შესაძლებელი არის თუ არა ეს ყველასთვის აბსოლუტურად ყველასთვის შესაძლებელია ვინც მოწოდებულია და მოწოდებული ყველა არის ხოლო ვინც გამოეხმაურება მოწოდებას რწმენით და რაციოთ სიყვარულით თუ წერია მათ ღმერთის სიყვარული ნებით გულით და გონებით გულის სფეროში ჩადის რწმენა და სიყვარული ნებაში არის სურვილი და გონებაში შედის რაციონალურად ამის გადმოცემა ასე რომ ღმერთს არაფერი არ შეშლია როცა თქვა ესეთი რამ იმას არაფერი არ შეიძლება გვეშლება ჩვენ ადამიანებს ჩვენ ისე კი არ უნდა ავიღოთ აქცენტი რომ ვიღაცის და ამან ჩაგვახედოთ და საკუთარ თავზე გადმოვიტანოთ ჩვენში თუ არის ისეთი მინღებები რომ რაღაცა ნერვებს გუშლიდეს აწუხებდეს მე როგორ ურთიერთობა უნდა ავაგოთ სხვასთან ვარ თუ არა ობიექტივირებული სიტყვებში ამბიციური ვარ თუ არა ქართული სიტყვები ქართული ლექსიკონი არ არის მდიდარი ლექსიკონი იმიტომ რომ სიტყვებს ამდიდრებს გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა რომლებიც მუდამ მუშაობენ უფრო მაღალი იდეებზე და საქართველოში იშვიათად იყო ადამიანი გარკვეულ ეპოქებში რომ უფრო მაღალი იდეები აინტერესებდა და სიტყვების სიჭარბეც ალბათ მაშინ იქნებოდა აი ძველი ქართული უფრო მდიდარი ლექსიკონია ვიდრე ახალი ქართული ძველი ქართულში მე-11 უფრო მდიდარი იყო ის ლექსი თავისი სინტაქსი სხვანაირი სინტაქსი იყო წავიდა ის თაობა წავიდა და ეს გახუნდა როგორც აი ძველი ბერძნული ენა უფრო მდიდარია ვიდრე ახალი ბერძნული ძველი ბერძნული ენა რატო იყო მდიდარი იქ ისეთი ხალხი მუშაობდა ისეთ საკითხებზე რომელიც მაღალ იდეებთან აკავშირებდა და ღმერთის ძიებას სიტყვებიც ავტომატურად მოდიოდა რაც მეტად გინდა რაღაცის ძებნა მე სიტყვები მოდის ესეც იდუმალების სფეროშია როგორ ხდება არავინ არის ის სიტყვების რა გააკვირდით ინგლისურში რამდენი სიტყვა არის მდიდარი არის სიტყვა ერთ სიტყვას ინგლისურში 60 ნიშნულობა კლავს ქართული ამ ხრივ არ არის ესეთი მდიდარი რუსული ქართულთან შედარებით უფრო მდიდარი არის და როცა ობიექტივირებული ხარ ენაში ეს შეურაცხყოფა არის ამის თქმა და აგიჟდება გაგო რუსული ამ მდიდარი დამესხმებიან თავზე და ჩვენ წინ არის გონება შეზღუდული ადამიანი მან არის არ უფიქრე ამ თემას და მე თქვი არა იმიტომ რომ გავლანძღე ქართული ენა არამედ რაც არის თქვი და ეს სებდითავ თქვი მე თუ მდიდარია ქართული ენა უნდა ჩანდეს შენს მეტყველებაში და რო გიჭირს ლაბარაკი გიჭირს აღწერა მოვლენებისა განსაკუთრებით ფენომენოლოგიურ სფეროში ქართული ენა ეს არის ხილული სამყაროს დანომრვა აღწერა იმის იქით არის კიდე სამყარო ამ მიწიერი ლექსიკონით ვეღარ შედის ბიბლია ხო სულიერ სფეროს გველაპარაკება და რაც შესაძლებელი იყო ღმერთმა მაინც გააკეთა ისეთინაირი ის დადომან რომ ყველა ენაზე შესაძლებელი იყოს ამის თარგმნა ძირითადის და მართლაც იმიტომ ვიძახი რომ ყველა ენაზე არავინ არ თქვას რომ იცი ქართულში ესეა იცი ესე რაც მთავარია ყველა ენაზეა იესო ქრისტე ჯვარზე გაეკარა უნდა იწამო ცოდაზე ამის შედეგად სული გაწუწყდება შენში და დამთავრდა მერე თუ ნიუანსები და ტყებობა გინდა ამ მოწოდებული რაღაც მასალებისა ისეც გაგიბნებს სული წმინდა ერთდენასაც დაგახმარებს მეორენასაც მაგრამ მთავარია ხო შენ უნდა გაწუწყდე და ის ახლა ყველა ენაზეა გითარგმნა იესო ქრისტე ყველა ენაზე რა გააკეთა ესეც ყველა მეცის აღარ რჩება შენი მიღება რა შეში აქ ბერძნულში ესეა ქართულში ეს მერე უკვე ჩვენ უკვე მივიღე ეს ჩემენაზე და ახლა ვადარებ ენის პოეტიკა ფონეტიკა სინტაქსი კარგი გამართული იმით და მართლაც სულიერი ადამიანი გრძნობს რომ უკვე ნაკლოვანი თარგმანია ქართულში მაგრამ იმის მას კი ანიშნავს რომ მე უკვე გაცოცხლებული არა ვარ ეს მოახდინა იესო ქრისტემ
წიგნმა კი არა, მაგრამ უკვე ქართული ენის ნაკლოვანება ბიბლიაში შემამჩნევინა იმან, რომ სული წმინდა შემოვიდა ჩემში ქრისტეს მეშვეობით. და ამიტომ ვკითხულობ უფრო კარგად, რომ სიცხოვრცო და დავტკბე ენაც თავის სიტყვო ახლავს, აი სად ახლა ქართულ ენაზე თქვათ რუსთაველის კითხვა და სად რუსულ ენაზე რუსთაველის კითხვა. ძალიან მდიდარი ენა რუსული ენა, მაგრამ ვერ გადაითარგმნა ქართული პოეზია რუსთაველი რუსულ ენაზე. ტკბობას რუსული ენიდან ვერ ვღებულობ მე. აკითხებ, მთავარი კი ის არის, რომ ბიბლიაში მე გავცოცხლდე ბიბლიის ღმერთის სიტყვის მეშვეობით. მე ახლა ვხედავ, რომ რუსული თარგმანი უკეთესია. ქართულია და ზოგ-ზოგიერთების რა მიაჩნიათ, იცი? ვინაიდან ქართული ენა არ არის სწორი ნათარგმნი, ერთგვარად იმართლებენ თავს, რომ აი არ არის კაი თარგმანი. ბერძნულიც რო წაიგითხოს ასეთმა კაცმა, მაინც არ გაცოცხლდება. და ძალიან ბევრი ბერძენი ბერძნულად კითხულობს, მაგრამ მართლმადიდებლები, ებრაელები ებრაულად კითხულობდნენ თორას და ისევ იქ რჩებიან. არავის ქრისტე არ მეუღია. იმიტომ რომ მაგას არ აქვს მნიშვნელობა, როცა ერთგვარად იცი როგორ თითქოს ადანაშაულებენ ენას. იცი ეს იმის ბრალია. ხო, კაი ბატონო, ისწავლებ ბერძნული, ოღონდ თუ ქართულიდან ვერ გამოვიდა ეგა და რაც მე ეჭვი მეპარება. ოსურ ენაზედაც კი იესო ქრისტე არის და ოსიც გაიგებს ქრისტემ რა გააკეთა, ეგ წერია. სხვა ახლა ნიუანსები იქ იობში და იმებში, ეგ სხვა საკითხი არის. ამოცანა ხო ეს კი არ არის იობი გაიგო, აბრაამი გაიგო, იმის ცხოვრება იაკობი. ამოცანა ის არის, ის თუ გაიგე რომ ცოდვილი ხარ და ხსნელი იესო ქრისტე არის. ეს ხო ყველა ენაზე ითარგმნა ხო. ასე თავის არიდებას აქვს რომ დაიწყებენ. ეს რა არ გათარგმნა და რაღაც მოდაში არის ამ ბოლო დროს. რატომღაც ახლა თითქოს ღმერთს დაეტოვებინა ესა და ჩვენ დავეღუპეთ. ეს ეციან მუსულმანებმა. არაბულ ენაზე უნდა იკითხო ყურანი. რომ გამოაჭუქო კარგად. რა თუნდა არაბულ ენა. რა გაკერპება მოხდა ენისა და რაღაცა განსულიერება. სამოთხის ბაღში ენა გვექნება ჩვენ ეს ქართული ენა? ქართულ ენაზე მეტყველებდნენ ადამიანდება თუ ინგლისურ ენაზე? ენა იცვლება. ყოველთვის იცვლება ენა. და იქ უკვე სულ სხვა სალაპარაკო, მე არ ვიცი როგორი კომუნიკაცია იქნება. რაკიღა მეტყველია ადამიანი იმეტყველებს, მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ ამინით არა. არც ინგლისურით, არც ძველი ბერძნულით, არც ებრაულით. ეს 100%-ით ესეთი რწმენა მაქვს. იქნება მეტყველება, მაგრამ არა ამენით, მიწიერი ენებით არ იქნება. იმიტომ რომ ერთ ენაზე ლაპარაკობდა ხალხი წარღვნამდე, ერთ ენაზე, ბაბილონის გოდოლამდე. არ წერია რა ენაზე. ეს ენა ჩაიწერა არამეული და ძველი ებრაული. ენა მე-14 საუკუნიდან, ძველი წელთაღრიცხვით. ბიბლია რო დაიწყო უკვე ჩაწერა ეს ენა, სამი ენა რო არის, მან ძირითადად ცოტა არამეული, ძველი ებრაული და ბერძნული. ეს მიიღებს სათავეს მე-14 საუკუნე. მანამდე რა ენაზე მეტყველებდნენ, მაგალითად 64-ის ბაღში, ცნობილი არ არის. რა ენაზე ლაპარაკობდა აბელი და კაინი, ცნობილი არ არის. აბელი და კაინი უკვე ძველი წელთაღრიცხვის მე-14-მე-15 საუკუნეში მოსეს ენა სალაპარაკო ენის მეშვეობით ჩაიწერა. არ წერს მოსე რა ენაზე ლაპარაკობდნენ ისინი. ენას არ აქვს დიდი მნიშვნელობა და იმიტომ. ან რა ენაზე დაელაპარაკა იესო ქრისტე პავლეს. არც ეს არ არის აღწერილი. არ ვიცით. ერთი კი ვიცით რომ პავლემ გაიგო რაღაც. ან მოსეს რა ენაზე ელაპარაკებოდა. მოსემ ღმერთის ენა იცოდა? ღმერთს რამდენი ენა შეუძლია იცოდეს? აი მითხარით რამდენი ენა შეუძლია ღმერთს იცოდეს? ამოუწურავი სიბრძნე აქვს. ესე იგი ეს თუ კომუნიკაციას მიმართავს კაცი, ყველა ენაზე უნდა მეტყველებდეს ღმერთი, მაგრამ ადამიანი ყველა ენაზე ვერ ლაპარაკებს. მაქსიმუმ 3-4 ენა ისწავლოს და ისეს აჯებს ანდალი ექნება თავში. 20-30 ენას რო ტრაბახობენ, ეს გამორიცხეთ რა. შესაძლებლობა არ იძლევა ამას ადამიანს. ესე იგი ენა ყოფილა ცოდვა დაცემის შედეგი. ამდენად ღმერთმა ყველა ის ენა იცის, რომელ ენაზედაც ეს ხალხი ლაპარაკობს და ის რო შემოდის ჩვენთან, ამ შემთხვევაში მოსესთან, მოსეს ენაზე დაელაპარაკა, მოსეს ენაზე. მოსეს გასაგებ ენაზე დაელაპარაკა, იმიტომ რომ ღმერთმა ეგ ენა იცოდა, მაგრამ მოსემ არ იცის ღმერთმა რომ ისეთი ენით დაელაპარაკოს, ამარო ვერ გაიგოს. ამდენად ეს ენები დამთავრდება, წაიშლება. აი როგორ იქნება სულიერი ენა, ეს არ ვიცი. და იმიტომ რომ ეს ენები, რომელიც დღეს მოყოლებული 64-ის ბაღიდან გამოვიდა, ცოდვა დაცემის შედეგად წარმოშებული და მაშინაც ისე არ იყო, უფრო სწორია თქვა ბაბილონის დროს. აი ენების აღრევა ღმერთმა დაუშვა, იმიტომ რომ მას იმდენი ენები იცოდა მან, ერთდროულად ამ ხალხს სხვადასხვა ენები მისცა. და ეს ენები არის ბიბლიაში რო ჩანს. არის ებრაული, არამეული, ბაბილონური, ქალდეველური, ეს ენები არის. ეს ყველაფერი ცოდვა დაცემის შედეგია. და მე რომ მოდის კიდე ენები მის და ქართული ხო მაშინ არ იყო იქ. საიდან წარმოვიდა ეს ენა ერთიდან სიმრავლე. და ხო ვიცით რომ ეს ცოდვა დაცემის შედეგი არის რომ ადამიანებმა დაშორდნენ ერთმანეთს ენის მეშვეობით და როცა ვერ გაუგებენ ერთმანეთს, შორდებიან. იმ წუთში თარჯიმანი არ დაუშვა ღმერთმა. ამოცანა ის იყო, რომ ესენი დაშორებულიყვნენ ერთმანეთს და გაფანტულიყვნენ. ვიდეორებ ენა არის ცოდვის შედეგი.
და ამის გაღმერთება ხომ კრეხელობაა რო აღმერთებს რომელიღაცა გერმანელი გერმანულ ენას სიტყვაზე და ქართველი ხო საერთოდ ენაზე ჰიმნები არის თუ ინგლისელიც გააღმერთებს ენას ესეც არასწორი არის თორე ყვდება ენები აი ძველი ბერძნული ყველაზე მრავალფეროვანი და მდიდარი ენა იყო არ არის ხმარებაში არც ლათინური კლასიკური ენები ამდენად რა ენაზე ვილაპარაკებთ ჩვენ გავუქმდება ესენი ხო წერია გავუქმდება ენები და ქართველებს ამას ვერ გააგებინებ რა ამერაი ცოდვა დაცემის ბეჭედი რო აქვს ენას ამის ერთი მაგალითი აბა თუ ქართული ენით ადამიანები აგებინებენ ერთმანეთს რამეს ჩვენ ახლა მე თუ რომელიმე თქვენგანს თუ რამე გაგება აქვს ენის დამსახურება კი არ არის ეს არის იმის დამსახურება რომ ჩვენ ყველა ერთთან ვართ და რაღაც მუხრუჭდება ჩვენი ცოდვილი ბუნება რომ აცა ერთმანეთს ყორონში ვწვდეთ და ასე თუ ისე რაღაცნაირად მომართული არის ღმერთი გვეხმარება რომ გაგებული ქნას იმიტომ რომ გამგები ცენტრში არის იესო ქრისტე აქედან არის გაგება როგორც კი ამ სფეროს ჩვენ გავწდებით ყაყანიც იწყება მაგალითად პოლიტიკურ სფეროს შემოვიტანო ახლა ხო თუ ჩვენ ქრისტიანებს ერთმანეთს დავეტაკებით აქ გამოჩნდება ვინ ქრისტიანული პოზიციით იხილავს ვინ არა და ყოფილი ასეთი მაგალითებიც მაგრამ რაც შეეხება ბიბლიურ იმებს ერთ პოზიციაზე რო ვდგევართ ყველა ერთ საღმრთო ყველა ერთ იმით აქ ყველა თუ დაამატებს ან გამოტოვებულ შეაფსებს თორე ისე სრული თანხმობა არის და არავინ არ ჩხუბობს გაგება მიღწეულია ვისი დამსახურებაა ქართული ენის თუ ჩვენი იესო ქრისტეს დამსახურება ეგ და იმ ჯამიდელი მაგალითი კაცო ქართული ენა თუ ასეთი ღვთაებრივი ენა არის კი მაგრამ ქართული ენით მეტყველებს ერთი ქართული ენის ლექსიკონიც ის მეორე კი მაგრამ რა ვერ გაიგე შედალუცილო რა არის გაუგებარი ესე იგი ენა არ ყოფილა გაგების მთავარი კრიტერიუმი ან მთავარი ინსტრუმენტი არ არის ენა ეს არის საშუალება გაგება სხვა განძებს გაგება ცოდვის მოხსნასთან არის დაკავშირებული და თუ გინდა ჩვენ გაგებულები ვიყოთ ცოდვა უნდა ავლაგმოთ და აი ქრისტიანული ეკლესია სწორედ ეგ არის ერთობლიობა ადამიანთა ჯგუფის ერთობლიობა მომწოდებლის ირგვლივ და თუ 10,000 კაცი ვართ ერთ დიდ შენობას ვაშენებთ რომ თოვლი არ წამოვიდეს ყინვა არ შეგვაწუხოს ტაძარი სადაც მომწოდებელი იგულისხმება რომ იქ არის ჩვენ იქ საუბრობთ ვადიდებთ ღმერთს აი ეს იყო სოლომონის ტაძარი მას მერე ის წავიდა ის დიდება და ეხლა გინდა ტაძარში იყაყალეთ ქართველის ცნობიერებაში როგორ აირეკლება ეკლესია აბა კითხეთ ქართველს რა არის ეკლესია მიგენიშნებს სამებას მიგენიშნებს ქაშვეთს ტაძარზე მოკლედ ქვებზე და ამაზე მიგენიშნებს არ არის ეგ ეკლესია ბერძნული სიტყვაა ეს პრიზვანიე პრიზვაც მომწოდებელი ხო მოწოდებული და თუ ვერ გაიგე იმის ხმა ვინც გეძახის შენ მოწოდებული არ ახარ არადა ის იძახის დღეს ის იძახის ის ბიბლიის მეშვეობით ადრე როცა ის დაიძახებდა ყველა მასთან არ მიდიოდა ვისაც ესმოდა ეს ხმა მასთან მიდიოდა თუ გახსოვთ მეფეთა წიგნებში არის ადგილი როცა იძახის ღმერთი და ვერ გებულობს პატარა ბიჭი სამუელი ვერ გებულობს და ისე დაუჩღუნდა ყურები ილიასაც ბოლოს მეორე და მესამედ ცდის შედეგად ხვდება რომ ღონი ღმერთია მიუგდა ყურიო ღმერთია ვასწავლის ამას ღმერთი როცა მოუწოდებს ადამიანს აი ესე მოუწოდა მსაჯულებიდან სულ ყველას არა ახლა კი აბსოლუტურად სულ ყველას მოუწოდებს ბიბლიის მეშვეობით ნუ რა ვის ნუ გონია რომ ქუჩაში დახვდება და დაელაპარაკება მუჩხს დაინახავს ალმოდებულს და იქ და გამორიცხეთ ღმერთის შესაძლებლობები უსაზღურო არის და შეზღუდული არ არის და ისე არ გამიგოთ რომ ღმერთი რომ ბიბლიდან ველაპარაკება ეს შეიზღუდა პირიქით კი არის შეიზღუდა ყველგან მოედო ყველა კონტინენტზე ყველა ოჯახში ყველა ადამიანთან ეს არის ასე ინება მან რომ ამ ფორმით მოდის იქ ჩვენთან საკმარისია გადავშალოთ აი ამ წერილით და იმ სასწაულს ახდენს რაც ქრისტე მოუყვა ნიკოდიმოს თუ ეს არ მოხდა ჩვენი ქრისტიანობა ეს არის წიგნიერი კნიჟნიკები ვიქნებთ მწიგნობრები ამ მწიგნობრებმა მაგრა იცოდნენ ბიბლია სხვათა შორის ეზრა ამავე დროს ძალიან ძლიერი მწიგნობარი იყო იგი და მომოძებნა ეს წიგნი გადაშალა ასავლეს კანონების უყველას რწმენა მაგის რწმენა არის და როგორი დაბრკოლების წინაშე იდგა პირველ საუკუნეში ქრისტე რო დადიოდა ხალ აი მოციქულების შორისაც იგი დამაბრკოლებელ საშუალებად იქცა ბოლომდე არავის არ ესმოდა რომ ეს ღმერთი იყო მოკლედ რწმენა არავის არ ქონდა რომ ეს ღმერთი იყო ერთხელ წამოწდა პეტრეს და ისეც ქრისტემ რა უთხრიცი მამამ გაგიცხადე ეგ შენო შენ ამას ვერ მიხვდებოდიო და სწორიც არის და რატომ სად დადასტურდა რომ ეს სწორი იყო იმავე წუთში რო თქვა რომ ვინ ვარ მეო და შენ ხარ ღმერთის ძე ეს ეუბნება მამამ გაგიცხადე ეგ რამოდენიმე ხნის მერე ზუსტად დასტურდება ეს პეტრეს რომ ეს თავისი მიგნებით ეთქვა და დარჩენილიყო მაგ იმაში აი სამჯერ გაყიდით და იესოს როგორ შეიძლება წამდეს რომ ღმერთია და გაყიდო ეგ გამორიცხეთ წინააღმდეგობაა როგორ შეიძლება ღმერთის რწმენა კონდეს და გეშინოდეს
სასჯელისა. ისევ ადამიანურ ფორმაში დარჩა პეტრე, ცოდვაში რო იყო შიში და გასცა იესო, რამე თუ იგი მასში ხედავდა მაინც ადამიანს, განსაკუთრებულ მოძღვარ მასწავლებელს. და შეიძლება ეპითეტსაც კი ხმარობდა ხანდახან ისეც. და როცა ეს სიტყვა თქვა შენ ხარ ღვთის ღმერთის ძე, შენ მამამ განგიცხადე, ეგაო მაცხოვარმა უთხრა. როცა სენტიმენტალური რაღაც და წინადადებით მიმართავდა იესოს, პეტრეს მიმართავდა იესო. გადმეთ სატანავ ჩემგან. პეტრეს კი არ ეუბნებოდა წადამეკარგეო. პეტრეში სატანას დაელაპარაკა და სატანაც მოშორდებოდა პეტრეს. გაუგნებული იქნებოდა პეტრე ამ სასწაულებით, წინააღმდეგობით სავსე მოციქულია პეტრე რო იცოდეთ. ერთდროულად ამაში სიმამაცეც არის და სიმხთალეც. სიმამაცე უგონო, სიმხთალეც უგონო. იმიტომ სიმამაცე უგონო, რომ იმ არეულობაში, იმდენ ხალხში ერთმა კაცმა ხანჯალი ამოიღო და რაც გააწყობდა, ხო, აკუწავდნენ ეგრევე. სიმხთალე კიდე ისეთ ადგილზე გამოიჩინა სიმხთალე, მაგას არაფერს არ ეტყოდნენ. ჯვარზე ამას არ გააკრავდნენ. წარმართობის უამრავი ფორმები არის და ერთ-ერთი ფორმა არის ყველაფრის განსულიერება, შენი ფსიქიკის, მორალის, სულის გადატანა მოვლენებზე, საგანებზე, ადამიანებზე. როგორც კი იმ მოვლენას ხელში ეხებს, ვინმე შენ გული გისკდება. გატეხავს ვინმე იმ ძვირფას იმას, შენი სული რო არის იქ და გაგიჟებული ხარ. თუ რამე დაკარგე, რაღაც ჯვარი და რაღაცა გული, ხო აუცილებლად ხარ სიცხე მაგიწია. პერსონაჟის არ იყოს თამარი რო არის იმ ფარის მოტაცებაში. აი ქრისტემ ამისგან გაგვანთავისუფლა, ეგ არის თავისუფლება, ჭეშმარიტ თავისუფლების მაუწყებელი ესო არის. დარკმარა მარტო ის რომ იცი რა ქრისტემ გადაგარჩინოთ. იმგან გადაგარჩინათ, მაგრამ თქვენში თუ არის ახალი ადამიანი, ახალი ღირებულებებით. მოკლედ, სული არის გაცოცხლებული, ცოდვამ ხო სული მოკლა. ცოდვის შედეგი არის სიკვდილი, პირველი სულის და მერე სხეულის. და მიწაში ამოკვდებენ. ქრისტემ შემოიტანა ორივე საღურძი. პირველი ეგრევე შემოიტანა სულის გაცოცხლება და მამასთან ურთიერთობა აღადგინა. შუამავალი აღარ გჭირდება. მეორე გარდაცვალების მერე განდიდებული სხეული. და როცა კაცი სულიწმინდით დადის და უკვე სულიწმინდით მოსეული ადამიანმა იცის, ვის როგორი პასუხი გასცეს, როგორ დაელაპარაკოს და თუ მას აგინებენ, ეს უკვე სულიწმინდის გინებაა და არა შენი. აი რატომ აი რო შენ არ ახარ გაბრაზებული, როცა შენ გაგინებენ. იმიტომ რომ სულიწმინდაა შენში შეურაცხყოფილი და იმის გინება არავის არ შეიძლება იესომა თქვა. ჩვენ აღარ ვბრაზობდეთ მაგას. იესო ბრაზობდა როცა აგინებდნენ. იცით რატო? იმაში ცოდვა არ იყო. არ ბრაზობდა, პირიქით აი სიყვარულს აფრქვევდა, პატევას თხოვდა მამას. ისინი გაუბედურებულები იყვნენ. და ლანძღვა გინება ცუდად დამთავრდა, ვინც იესო გალანძღა. იმიტომ ეს იყო გმობა სულიწმინდისა და ყველაფერი ეპატიება ადამიანსო, სულიწმინდის გმობა არა. იოანეს ერთ-ერთი წერილში ვკითხულობთ. ეგ პირდაპირ სიკვდილია და ვინც აგინებს სულიწმინდას, იგი გამორიცხულია რა, მაგრამ რაც უნდა შეასრულოს, ის ცაცაცფერში ვერ შევა. და რაოდენ საშიშია, როცა ქრისტიანობის შედეგად ქრისტიანები უკვე ტაძარი ჩვენი სხეულია სულიწმინდისთვის და უკვე რატომ აღარ შეიძლება გინება პავლეც იძახის მაგას. ქრისტიანი კაცის გინება და ლანძღვა უკვე შენთვის დამაზარალებელია, იმისთვის კი არა. ის კი არ წაგახალისებს გინებაში. თუ ვინმე ისეთი რამე და სხვათა შორის ქრისტიანი არასოდეს ისეთ ქმედებას და ლოგიკურ ოპერაციებს არ აწარმოებს, რომ სხვამ შეაგინოს. არ აკეთებს ეგეთ რაღაცებს. იცის რომ მე რო შემაგინებ მე კი არა ვარ, სულიწმინდის გინებით შენ დაიღუპები და მაქსიმალურად ეს სიყვარულს აფრქვევს. და კიდევ ერთი გაგახსენებთ. რატომ არის რომ ნაკვერჩხლებს იგროვებს კაცი თავის თავზე, როცა ასეთი კაცი მას მიუხედავად იმისა, რომ შეურაცხყოფა მიეყენეს ქველმოქმედებას ხელს უმართავს. ნაკვერჩხლებს აგროვებს იმის თავს. მე კი არ ვაგროვებ. თვითონ არის ესეთ. აი თელი რიგი ადგილები არის ბიბლიაში და კიდევ ერთხელ გავიაზროთ ეგ და გაცოცხლებული ადამიანი კარგად იმეცნებს ამას მეთქი ეგ ავთქვი. და თქვენ საბოლოო ჯამში თქვენც უნდა გაცოცხლდეთ, თორე ის ახლა ციტატებით და იმეებით არაფერი არ გამოვა. ყველა აი კურსს გაივლით, სკოლის კურსს და დამთავრდება ხო? ძალიან ბევრმა სკოლა გაიარა და ფიზიკური გეოგრაფია ისწავლა, თავის დროზე 5 იანს მიიღო. დღეს რო გააჩერო ის პიროვნება, ვერც გეტყვის რა ისწავლა. და შეიძლება საერთოდ არაფერი აღარ ხსოვდეს. გვეშლება, მაგრამ არასოდეს არ გწყინს, რო გვეშლება და ვცდილობთ გამოსწორებას და ვიხმარიებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგვეხმარება. მეორე ადამიანს, როცა ეშლება, სულ წqins, რომ მიუთითებ, სულ გისაგავს და თითქოს დამხილებული არის. რატო შემინიშნე რომ მე რაღაცა დავაშავე. ქრისტიანი, რა თქმა უნდა, ეშლება, მაგრამ შეშლა და ცდომილება მინიმუმზე დაყავს მას. ეგ არის მოწოდება. თორე აქაო და თავი მართლო ხომ მე მეშლება. არ შეიძლება მე თავი გავიმართლო იმით რომ ქრისტიანი ვარ და რა აქვნა შემეშალა რა ხათუნა. მე კიდე გავიდე თუ კიდე შემეშალა, რა აქვნა ქრისტიანი ვარ შემეშალა. სულ კაცო, ეს უკვე ეს ჩვევა. ეს იმაზეა დამოკიდებული
ვინც ჩვენი ცოდვები გამოიხსნა და ჩვენ კიდე ვართ მასთან და ვაცხადებთ იმას, რაც მან თქვა. პატივი მეცი, სიყვარული გამოამჟღავნე, არა ისე რომ შენ ცნობიერებაში მეღმერთი ვიყო. თოთარანთქურები გაიხსენეთ შვილთან როგორ არის და დედები როგორ არიან ქართველები, გაკერპებული ყავთ ან ქმრები, ან ცოლები, ან შვილები, ან სამშობლო, ან რა თქმა უნდა ნივთებია. როგორ ასლაპარაკო? განსულიერებული არის მანქანები, კურთხევა მანქანებს და რა ვიცი მე, ოფისებს, სახლებს, ზოგ სახლი ისე აქვს მოწყობილი, რომ შეხვალ იქ საერთოდ არ შეიძლება დაჯდე, არ შეიძლება იმ თებშებით ჭამო, იმ ჩანგლებით, ის მუზეუმია. ძალიან ბევრი სახლი მუზეუმია. ის კი არ არის დასასვენებელი ადგილი და მოსახმარი და რაღაც ამდაგვარი. არანაირი განათლება სხვა ფილოსოფიური, რაც არ უნდა დაამთავრო კოლეჯები და უნივერსიტეტები და ფილოსოფიის უმაღლეს მწვერვალზე აყვე და მაგის გამო ეგ განთავისუფლება ეგ ნამდვილია. მარტო იესო ქრისტე აკეთებს ამას. ის არის ღმერთი და იმიტომ. ფილოსოფოსმა შეიძლება იცოდეს მიზეზები ამისი და ანალიზირება, მაგრამ განთავისუფლება ვერცერთმა ფილოსოფოსმა ვერ გითხრა. წმენა ამიტომ არის ფუნდამენტი ბიბლიის არის. წმენა იმისა, რომ მაცხოვარმა ცოდვა გამოისყიდა და სულიწმინდა რო უკვე მესამე ჰიპოსტაზი აქტიურობს უკვე ამჯერად არა რაღაც ადგილ შენობაში, არამედ შენ გვამში. რო გაგაცოცხლა. სხეული რატო უნდა მოუაროთ ჩვენ? ტაძარია სულიწმინდისათვის. რატო არ უნდა შევყნათ ჩვენი სხეული? ტაძარია სულიწმინდისათვის. აქედან ეკრძალება ქალს მეძაობა და ასე შემდეგ და სხეულით ვაჭრობა და მამაკაც კიდე გაუთავებელი ხოლმე ქალთანეობა. აი არანაირად სწორი არ არის. სოლომონი კი არ კოტრიალობდა ქალებში, იმას ცოლები ყავდა, მაგრამ სხეულს კი არ ყვნიდა იგი. აქ სხვა რაღაცა არის და არც ამას ახალისებდა ღმერთი და არ იწონებდა, იმიტომ რომ ცოდვა იყო სოლომონი, ამის გადამკიდრა დაატანჯა ხალხი გადასახადების აკრეფით, რომ ცოლების ხუშტური დაეკმაყოფილებინა. ჩაცმა უნდა, ხახურვა უნდა, ალამაზება უნდა, კერპები უნდა და რა ვიცი 1000 სასახლები უნდა აუგო. ჯერ ჩაულებრივი ქმარი გადაყოლილია ცოლს, ცოლის კაპრიზებს ის სახლი უნდა დაუდგა, შუბა უნდა უყიდო და რა ვიცი სიქას გაგაძრობენ. ისეა გაკერპებული. ეს საშინელება არის. როცა ცოლი ყავს როგორ იცი, აი რაღაც ნაძვისხე. უნდა მორთო რა, მოკაზმო და შენ ამისთვის შეეწირო და შენი სამსახური არის ცოლის ისა და დასავლეთში ახლა გაბატონდა ამ ბოლო დროს. კაიხანი ეს რომ პირველ ადგილზე უკვე ცოლი პასტორებსაც აყავს. წიგნებს რო დაწერენ პირველი ვისაც უძღვნიან ცოლია. და ყოველთვის ყველა პასტორი მოიხსენიებს ქადაგებაში თავის ცოლს. პავლემ სად მოიხსენია თავის ცოლი? ან სად იხსენიებს იესო ქრისტე, ან დედას, ან ერთხელ მოიხსენია უჯი და პირველ კონტექსტში რა. რომ რა დედა მემაძახის რა მამა, აი ესენი არიან ჩემი დედმამა. იგი სულიწმინდა ცოტა ნაკლებად გაგებული არის ბიბლიიდან და ზოგად პროტესტანტებში იმდენად რადიკალურად გაგებული, რომ ჯამბაზობის ფორმა მიიღო. ფაქტურად სულიწმინდა შეურაცხყოფა მიაყენეს. რომ ესე ჰარი-ჰარალო თვითონ ხელი დაადო ვიღაცა, ავი სულიწმინდა გადავიდა. ახლა რა უნდა გააკეთო? ენებზე საუბარი. ეხლა აბა გადაკოტრიალდი დუჟი გადმოი, всё, სულიწმინდა შენშია. არა, ეგ უკვე კრეხელობა არის. ეგ სატანური სული შევიდა მასში. დემონიური და არა სულიწმინდა. სულიწმინდა პირველი რასაც აკეთებს, მამასთან ურთიერთობა. სამებასთან გაერთიანება. მამა, ძე, ამის ირგვლივ ტრიალი, ბიბლიის კარგი შესწავლა, კოლონების აკრეფა და ზომიერება ყველა სფეროში. ხუმრობაში ზომიერება ზომიერების გრძნობი ყველგან დომინირებს და სრულიად განსხვავებული პიროვნება ხარ ამოვარდნილი იმ გარემოდან რომელშიც ხარ და ამას ატყობს სხვა, მაგრამ ვერაფერს ვერ გიბედავს. ვერავინ, იმიტომ რომ არაფერს ისეც არ აკეთებ რომ ჩაქოლონ და დისტანცირება მართლა არის. ასე თუ გინდათ რომ ილაპარაკოთ და შეიძინოთ მეგობარი, ან კიდე მოძულე მოიშოროთ, ეს არის რამოდენიმე კითხვა პასუხები ბიბლიიდან. აი რა წარმოდგენის არის იესო ქრისტეზე პიროვნება, დასვით ეკითხვა თუ დარჩევად იგი თქვენთან შეგიძენიათ ქრისტეს მეშვეობით. თუ არადა ამ ქრისტიანული იმიდან ის თვითონ მიგატოვებთ. მოკლედ ცხრას ვიძახი. ვერ მოიშორეთ ადამიანი, ხო? გაწუხებს სიტყვაზე ვიძახი. ქრისტიანს კი არავინ არ აწუხებს. თქვენ არასოდეს მას კოჭები არ უნდა უყუროთ. ყოველთვის საუბრის პროცესში უნდა იყოს თქვენი მსოფლმხედველობა ქრისტიანული და ის თუ დარჩება ხო შეგიძენიათ ქრისტეში პიროვნება, თუ არა მიგატოვებს თავს. აღარ გაგიკარებათ ის. დარჩება შეიძენთ, წავა მოგშორდებათ ის, ვინც გაწუხებდათ. ეს უნიკალური ის არის მე რაც ცხოვრებაში ავამოქმედე და არ მეშლება ადამიანებზე ნერვები. არ მიშლიან და იმიტომ. დავალაპარაკები თემაზე დარჩება ხომ კარგი, არა და თვითონ წავა, რომ ვიხოცო აღარ გაჩერდება. ვისთანაც გავაძლიერი ესეთი თქვათ დაწოლა. და სწორიც არის ეს მეთოდი კი არ არის რომ ადამიანის მოშორება მინდა. ახლა ერთხელ გაგისწორე, ორჯერ გაგისწორე, სამჯერ ეს არ გამოვა ეს ხო? ეს თემა დომინანტი არის ყველა სხვა ყოფიერების ფორმებში. ეს იქნება პოლიტიკა, ეკონომიკა და სპორტი. სპორტის ხომ ყოფიერების ერთ-ერთი ფორმა და აქაც მე ქრისტიანული მსოფლმხედველობით შემოვალ. გული შეგიწუხდება გაიქცევი. თუ არა ხარ, თქვათ ქრისტიანი ხო? ერთხელ გაგისწორე, აბატონო, გელაპარაკე იმაზე, ამაზე, კარგი, აი, პოლიტიკაზედაც შენეული გაგებით, შენი ლექსიკონით ვილაპარაკე. სადაც პოლიტიკაზე ქრისტიანული მსოფლმხედველობა შეცვლად გახდი, მე გამათე. კარგი, ერთხელ და უჯელ პატივს გცემ და მასპინძლობას გაგიწევ ინტელექტუალურ სუფრაზე.
მასმინძელი ხო იცით ოჯახში არის ყველაფერს ესე იგი სტუმრისთვის გადაალაგებს. და 1 საათი 2 საათი გაუძლებს და წავა. და ინტელექტუალურ სუფრაზეც მე რაც არ უნდა სისულელე თქვა, მე გაგიწევ ურთიერთობას, მაგრამ ყოველ დღე შენ ჯუტურს უსმინო? ამიტომ ეხლა ნელ-ნელა გავხსენე ისა და დავიწყე და შენც ნელ-ნელა გაჩერდები და ბოლოს გაიქცევი. კვირაში ერთხელ შემოყვარ, მე 3 კვირაში ერთხელ, ერთ თვეში ერთხელ, მე წელიწადში ერთხელ, 3 წელიწადში ერთხელ და ხანდახან ისე შევსარმოწმილად შემოყვარ, ისე იმ ჭკუაზე ვარმე თუ არა. 10 წუთი ვერ გაძლებენ საუბარში. გაცილებით უკეთესი ამ სფეროში რო შემოხვალ დარჩები ხომ კარგი თუ არა და ისე რომ მე არ დამჭირდება წადე და მაწუხებ აი ამ თემას ვილაპარაკებ და შენ თვითონ გაიქცევი ქრისტე გაგაქცევს შენ ამერად ისე ვილაპარაკოთ რომ ქრისტე მოიყვანს ხალხი და ქრისტე გაუშვებს მე რატო ვეჭხუბო ვცელდება ყველაზე დედაზე მამაზე შვილზე ყველაზე ჯობია ესე ჯობია ვიდრე უსწოროთ ადამიანებს და ჭკვიანშვილის სტატუსი ქონდეს და ახლა კოჭები თუ უყვარვარ იმას ისაც უნდა მე ეს არის ჩემი სასიყვარულო თემა და ახლა მე ამას ყველასთან მეთოდს ყველასთან ვიყენებ რომ იცოდეთ არავის არ უსწორებ მე პირველ ეტაპზე შემომყავს მე ნელ-ნელა მე ავწევ და მე უკვე ახლა ეგრე არ გამოვა გინდა მოდი ბატონო ზიარება არ აქვს ჩვენ ცნობიერებასთან და ინტელექტთან და ისა სიყვარული ახლა გენეტიკა და ბიოლოგია ახლა ეგეც შენ დამსახურება არ არის ყველაზე მაგარი ურთიერთობა არის ინტელექტუალური წმენისეული სულიერი ძმობა მეგობრობა ქრისტემაც თქვა ვინ არის ჩემი დადაძმები დედა ის ვინც ჩემი მამის ნებას აღასრულებს აი ესენი არიან ჩემი და ძმაც და დედაც იესოს სიტყვები არ გადავა მეგობრებო მარადიული არის ასე რომ ხა დედა თუ არ იღებს ქრისტეს აი ბატონო რა პრობლემაა მე კი ვიტყვი მაგას რომ ეს აუცილებელია და ახლა მაიძულებ რომ შენ ევანგელისტი იყო ცოდვისა და წუთისოფლისა მე არ მაწყობს ჩემი ევანგელია უფრო კარგი არის ქრისტეს ხარება არის ეს ისე ყველა ადამიანები ევანგელისტები არიან რო იცოდე წინ წლებში ეს სიტყვა რაღაცას ახარებენ ერთმანეთს ზოგი ფულს ახარებს ზოგი ყველა ადამიანი მოარული მოციქული არის ერთნი სატანისა მეორენი თავისებური ღმერთისა ეს საბოლოო სატანური და ქრისტესი ასე რომ ცოცხალი ევანგელისტები დადიან ჩვენს წინ და დააქვთ ეს ინფორმაციები გადააქვთ იქიდან აქიდან გაზეთებიდან იმიდან ამიდან და ანაგვიანებენ ჩვენ ტვინს არ ჯობია ჩვენ ცნობიერების პროექცირება წარმოაჩინოთ ვიდრე იმას უსმინო ერთი საათობით რა თქმა უნდა ახლა სოდვის ფილოსოფიის მოსმენა კიდე რა თქმა უნდა ისაც მანდ ვიყავი მე ამიტომ ქრისტიანები ყოველთვის უმცირესობაში იქნებიან დამინჯერეთ უმცირესობაში და არიან ვიდრე თქვათ არა ქრისტიანები მაგრამ ჯობია უმცირესობაში ვიყოთ და ტყვილად ვიყოთ 2-3 კაცთან ვიდრე 100 კაცში ვიყოთ და ქვევით გამოგეკიდო და ბევრს გაკიდებიან ქვევით ხო იცით გამსახურდიათ ჩაქოლეს სააკაშვილის და სულ ყველა გაწირავს მე ბოლოს მასეთ ხალხს მაგრამ ქრისტიანი კაცი ერთ კაცთან მაინც იქნება ბოლოს ხო აი პავლეც ხო დარჩა ბოლოს ლუკამასთან და ტიმოთეც ორი ეგეც კაი რამეა და ბოლო ესენც რო არ იყოს ის ღმერთთან არის და ღმერთი არ მიატოვებს თუ ბევრი იქნება ეს იმას ნიშნავს რომ ყველა ქრისტესთან ყოფილა და ჩვენ და სამწუხაროდ პავლეს ყველა ჩამოშორდა ასევე ქრისტეს ყველა ჩამოშორდა მაგრამ მამა ჩამოშორდა კარგია რომ არავინ არ ჩამოშორდება ეს დადასტურება იმისა რომ ყველა ქრისტიანი არის რა დაუშავა ქრისტემ ხალხს ჯვარი რო გააკრა აი სწორედ რო არაფერი არ დაუშავა იმიტომ გააკრეს ჯვარზე აბა რო დაეშავებინა მაშინ ეს ქრისტე კი აღარ იქნებოდა